მოგესალმებით კლინიკა რებროარტიდან, მე ვარ ემბრიოლოგი თემიკო ჟორჟოლაძე და დღეს განახებთ თუ როგორ უვლით ემბრიონებს ყოველდღიურად ჩვენს ლაბორატორიაში. დავიწყოთ ინკუბატორებით. ეს არის ინკუბატორები, რომლებშიც ხდება ემბრიონების კულტივაცია, ანუ გაზრდა. ყოველდღიურად მოწმდება ინკუბატორები, მათში ტენიანობა და ტემპერატურა სტაბილური უნდა იყოს, რაც უზრუნველყოფს ემბრიონების სწორ და ნორმალურ განვითარებას. ამ ინკუბატორებს აქვთ სენსორები, რომლებიც აფიქსირებენ ნებისმიერ გადაცდომას და ასეთის არსებობის შემთხვევაში ემბრიოლოგებს მოგდის შეტყობინება, რომ შეუძლოთ სწრაფი რეაგირების მოხდენა. ინკუბატორებში ზუსტი ტემპერატურის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი არის. მუდმივად უნდა იყოს 37 გრადუსი ცელსიუსით, რადგან ეს არის ის ტემპერატურა, რაც აუცილებელი არის უჯრედის სწორი დაყოფისათვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ინკუბატორები ყოველდღიურად ამოწმებენ საკუთარი სენსორების საშუალებით ტემპერატურასა და გაზების კონცენტრაციას, ჩვენ დამატებით მაინც სპეციალური ანალიზატორების საშუალებით ვახდენთ მათ ყოველდღიურ კონტროლს. ახლა მოგიყვებით იმ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობაზე, რომელიც საჭირო არის ემბრიონის სწორი და კარგი განვითარებისათვის. ეს არის ჰაერი, რომელიც ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში ძალიან სპეციფიური უნდა იყოს. ჩვენს ლაბორატორიაში გვაქვს სპეციალური ვენტილაციის სისტემა, რომლის შესაქმნელად რეპროარტმა ითანამშრომლა ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო ექსპერტებთან. უნდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სირთულის ჰაერის გამწმენდის სისტემა საქართველოში არის მხოლოდ რეპროარტში. რატომ არის ჰაერის სისუფთავე მნიშვნელოვანი? ჰაერში არსებული შეწონილი ბიოლოგიური ნაწილაკების რაოდენობა შეიძლება დრამატული გავლენა იქონიოს ემბრიონების განვითარებასა და მათ ჯანმრთელობაზე. ამ ნაწილაკების გასაზომად ჩვენ გვაქვს სპეციალური ხელსაწყო, ეგრეთ წოდებული ვოკ-მეტრი. ამით უზრუნველყოფთ, რომ ემბრიონები მუდმივად იყვნენ სუფთა და უსაფრთხო გარემოში. ეს არის ჩვენი ემბრიოლოგების სამუშაო მაგიდები, რომლებზეც ასევე მკაცრად კონტროლდება ტემპერატურა. და სწორი ტემპერატურა მუდმივად არის შენარჩუნებული ზედაპირებზე. რაც შეეხება ჭურჭელს, რომელიც გამოიყენება ჩვენს ლაბორატორიაში, იქნება ეს პლასმასისა თუ მინის, შემოწმებულია მომწოდებლის მიერ და უსაფრთხო ადამიანის ბიოლოგიური მასალის კულტივირებისა და შენახვისათვის. მიუხედავად ამისა, მათ გამოყენებამდე მაინც ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ გეზინგ ოფს, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ კი შეფუთვაში არის რამე ტოქსიკური ნივთიერება მოხვედრილი, მოხდეს მისგან სრული დაცლა. ეს არის ის, რის თქმაც მინდოდა მოკლედ უსაფრთხოების შესახებ ემბრიოლოგიის ლაბორატორიაში. როგორც ხედავთ, ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ თქვენი ემბრიონების უსაფრთხოება და შევქმნათ მათ საუკეთესო პირობები, რომ მივიღოთ დადებითი შედეგი და უფრო მეტ ადამიანს აუხდინოთ ოცნება.